მოკეთ გავაგზელებ იმ ბავშვის იქიდან ხო მოვიდა თვითონ. წავდი. ხო და ესე იგი ბავში რო იბადებაო და ეს სიტყვებია შემდეგ მაგარი რა რომ წუხილიო სიყვარული ცვლისო, იმიტომ რომ ადამიანი შემოვიდა სამყაროში, ადამიანი დაიბადა სამყაროში. საოცრად თბილი სიტყვებია. ეს ადამიანის პიროვნების ჰიმნია. აი ყველაფერი შეძლება საზრისი, როდესაც პიროვნება შემოდის სამყაროში. ეს შეგიძლიათ იმ 99 ცხვრის და ერთის დაკარგულის და თუმცა ეს მწყემსის ის აღარ მომწონს, ეხლა მწყემსი ხარ, იმიტომ რომ ბოლოს დაკლა შეჭამონა. ეხლა მაშინ მწყემსებს ელაპარაკებოდა და მეურნეებს ძირითადად და ეს ტერმინი მაინც ასე თუ ისე კარგად გაიგებოდა, მაგრამ ეხლა დღეს მწყემსი კეთილი რა, მწყემსი შენ ბოლოს დაკლას და შეჭამო. ან შენი შვილი დაკლას და შეჭამო შენი ბატკანა. ხო და ეხლა შულის ნუკლის ნამბრობის მე მწყემსი კეთილი უკვე რაღაცა აღარ გამოდის რა. აი შვილის ნამრობი რო გაგდეს, შვილი როგორ განიცდის დედის სიკვდილს და იმიტომ რომ ხეირამ უნდა მოკლა შეჭამო ადამიანო, აბარისთვის არის ირემი ხო. წვადი გააკეთო და საერთოდ იკვებო აგერ ერთი ინდიელი გოგო მყავს. დაზარში დადის. მამა გერმანელი ყავს, მაგრამ ეს გერმანელი კაჩო რეზერვაში ცხოვრობს რა და რეზერვაციაში ცხოვრობს, იქ ზემოთ. იმაში რა ქვია, დიუ მექსიკოში, ახალი მექსიკო თუ დიუ მექსიკო როგორ ქართულად და კოლორადოს საზღვარზე რა. და ნადირობით იკვებებიან რა. აი ზამთარი რომ მოდისო, გავდივარ სანადიროთო. და მამისიც ეგ არის რა, რომ ვიღაც ტიპები მოდიან და მამის დაყავს მე ისინი სანადირო. და ამაში ამენ რა, ამზადებენ ამხორს და პირდაპირ მოხდა ფილადელფიაში. იქიდან. ნუ სტიპენდია ამათ აძლევენ სტიპენდიებს ინდიელებს. და მისეს ნუ კარგი სტიპენდია, თუ კარგად სწავლობდა რაღაცა, ვაფშე სულ დაფინანსებას გაძლევენ რა. თლიანად თავის დორმიტორით და ყველაფერს. ხო, რო ჩამოვიდა მაღაზიაში შევიდი და ეს ხო დალაგებული ხორცები დავინახეო, გამიკვირდაო. ხორცი რა უნდა მაღაზიაში? იმიტომ რომ იმათ კი აქვს, ჩვენ კი აქვს მაღაზიები, მაგრამ ესეთი ზოგადი პროდუქტები, ფილი და რაღაც ეგეთი რა. ხო? ეს რა ქვია? ხო და ამ შვილს ვერ ხვდები რომ ეს ტრაგედიაა რა. და აქ გამოყვანა იმის რომ აი მწყემსია და რაღაც. ეს სახე ადამიანს აღარ არის წინ წამოსატანი. ჩემი აზრით. ნუ ჩვენს ეპოქაში. მე შეიძლება ისე პუტინმა გაისრულოს ატომური ბომბი და ისე შუა საუკუნეებში ჩავარდეთ მე. ხო. მე აღარ ჩავარდები მოხდებია. აქ ვაშინგტონში ერთი აუცილებლად მოხდება ვაშინგტონში და ერთი აუცილებლად მოხდება იმას შუა ამერიკაში გადარჩევა, მაგრამ ნიუ-იორკში და მე ზუსტად ვაშინგტონს და ნიუ-იორკს შორის ვცხოვრობ. ან იქიდან მოხდა მომკლავს რადიაცია ან აქიდან. ხო და მოგეთ ამ ფილმშიც ესე არის რომ ბოლოს იბადება ბავშვი, რა ჩდება ბავშვი. და აქაც სამაგრად თამაშობს რა. იბადება ბავშვი და ეს ბავშვი არის ნუ გასაღები ყველაფრის რა. ამ ფილმს მოგიწოდებთ რომ ნახოთ. ინგლისური არის დახვეწილი, ბრიტანული ინგლისურია დახვეწილი, არ არის ეს ამერიკული ინგლისური რაღაცა უცნაური სლენგებით და სლენგი თითქმის არ არის, თუ არის თუ არ არის, არც ვიცი. მაგრამ ძალიან ისეთი ინგლისურია რა. იმიტომ ყველაფერი ტელეფონით ხდება, იქ ჟესტები, ჟესტიკულაციები აღარ ეხმარება, სიუჟეტი აღარ ეხმარება მანდამაინც და ამიტომ იქ არის აი ძალიან კარგი გამართული, კარგი ინგლისურია და
აბსოლუტურად სიამოვნე მარტო ან ტექსტის სმენაც კი სიამოვნებაა რა. ნუ ამ აქტორის სამშიც ხო საერთოდ აი ხა მაგის რუსულად ან ქართულად ნახვა ეგ უკვე აღარ ვიცი რამდენად იქნება ადეკვატური, იმიტომ რომ იქ თითოეულ სიტყვას ინტონაციასა და ამ სახის მიმიკას შორის არის თვითონ ამ სიტყვის ჟღერადობასა და ამ მიმიკას შორისაც კი არის ბმა რა. ხო და აი ეგ არ ვიცი თარგმანებში როგორ იქნება რა. პრინციპში სალაპარაკო იქ თითქმის არც არაფერი არ არის, რამდენადაც დიდი ფილოსოფია იქ არ არის რა. მოგეთ რამდენიმე გმირია, ტიპი არის მაგარი მშენებელი და ძალიან ავტორიტეტული მშენებელი, ბრიგადირია ასე ვთქვათ რა, პრარაბია. და ლონდონში კი რომელიღაც ინგლისურ ქალაქში აშენებს ძალიან დიდ მშენებლობას აკეთებს. ძალიან დიდ მშენებლობას აკეთებს. და ხვალ დილას 5 საათზე, დილის 6 საათზე უნდა ჩამოვიდეს თორსტები 250-მდე ბეტონის მანქანა და უნდა ჩაასხან განსაკუთრებული სიმკვრივის ბეტონი, რომელიც ევროპაში პირველად ისხმება გარდა ატომური სადგურებისა. ესე იგი, იმდენად ძლიერი ბეტონი უნდა ჩაისხას, იმიტომ რომ მასზე უნდა აშენდეს ძალიან მაღალი, ცათამბჯენი და ძლიერი დიდი შენობა, რომელიც იქნება იქ საოცარი სიტყვები, რომელსაც ჩვენ ცას მოვათვინიერებთ და ცაში ავარდებით რაღაც ბაბილონის გოდოლივით. რაღაცები აი ცაში ავიჭრებით და ესეთ ისინია რა, აი ცათამბჯენი ხო არის ქართულად სიტყვა, ხო? ურანოქსისტის არის. აი ბერძნულად სწორედ ცის მხაჭნელი, ინგლისურადაც მასეა, ხო? უსვადა ნება სკლონკი არის. აუ როგორ არის? ნებასკრიობ, ხო, რუსულადაც ეგ არის. ნებასკრიობ, რუსულ მხაჭნელი, ქართულად ცათამბჯენი. ნებასკრიობ, აი маленький такой, кто мне страшно, кто мне тут скучен, тот кто теряется упокой. Только ревс имгай вашу. Небоскреб, а я маленький такой. Небоскреб, я хо, ქართულად არ მარტო ცათამბჯენი, ცათამბხაჭნი არ გამოვიდოდა, ცათამბხაზი. არ გამოვიდოდა. ხო და მოკლედ ესე იწყება რა ესა. და რატო და 7 თვის წინ მივლინებაში იყო რომელიღაც სხვა ქალაქში და ერთი ღამის რაღაცა ქონდა ვიღაც ქალთან რა, უფროსი ეს ახალგაზრდა 30-იანი. ის არის 52-53 წლის ქალია და დაორსულდება ის ქალი და გადაწყვეტს რომ შეინარჩუნოს ეს შვილი, იმიტომ რომ იძახეს ბოლო ჩემი შანსიაო რა. რომ შვილი მყავს მარტოა ის ქალი, არ ვიცით. აბსოლუტურად მარტოა ლონდონში, არავინ ყავს არც ამხანაგი, არც მეგობარი, არავინ მარტო ქალია. და მოგეთ ძალიან ბევრი იდეა ხო და ნუ და ეს ბიჭი გადაწყვეტს რომ აი ამ ბეტონის ჩასხმას ზეუპირატესად დააყენოს თავისი მოვალეობა, რომ იყოს ამ ქალის დაესწროს ამ ქალის მშობიარობას. და ამით მოგეშიშეს და თავისი მოვალეობა შეასრულოს როგორც მამამ და იმიტომ რომ მამისმა დატოვა და მამის ეჭხუბება რა გზადაგზა. ნუ მამის მკვდარია თვითონ დაასაფლავა, მაგრამ და მაინც ეჭხუბებაში რატო დამტოვეო და ბოლოს მამასაც ურიგდება. და აი ბოლოს მოხდება ის რომ სამსახურიდან გაანთავისუფლებს, ნუ ის ბეტონი ჩაისხმება, მე იქ ლაპარაკია იმის შესახებ თუ რამდენად პროფესიონალია ეს როგორ უყარს. ბეტონი ეს არის როგორც ადამიანის სისხლეო მაგას მოფერება ის რაღაც თავის პროფესიულ ბევრი აი ამ ლოკი იმიტომ გითხარით რომ ეს თითოეული ადამიანის ღირსება, თითოეული ადამიანის თავდადება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და ბოლოს მიმტევებლობა თავისი მამასაც მიუტევებს ბოლოს, იმიტომ რომ აი რომ დამტოვე ხა ხვდები რა ძნელია, რომ აი როგორ არის ერთ ფრაზაში რომ რამდენად ძნელია რომ იყო თანმიმდევრული და იმიტომ ოჯახის დაეგრევა ცოლიც
ეუნება სახში აღარ მოხვიდე ის ბიჭები უყვარს ორი შვილი ყავს ბიჭები რომელთანაც აშკარად ჩანს რომ ძალიან კარგი მამაა და აშკარად ჩანს რომ ძალიან კარგი ოჯახი აქვს და როგორ ენგრევა ეს ყველაფერი ერთი საქციელით ერთი ცოდვით მაგრამ ეს სრულად იღებს თავის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე გაივლის ყველაფერი ამ პასუხისმგებლობის თამდევ ტანჯვას განსასწრებს უმუშევარი რჩება ოჯახი ენგრევა მაგრამ ბავშვი იბადება შემოდის სამყაროში და ყველაფერს ამას საზრსიაზრე უაღრესად ქრისტიანული და ფილოსოფიური ლოკი არის ეს ფუძემდებელი ადამიანის უფლებების აი საოცარად კარგი ღრმად ფილოსოფიური ემოციური ძალიან პროფესიონალური ძალიან კარგი რამეა რა სერიოზული ვეშია ამასთან იქ მამას მიუტევს, იმიტომ რომ მიხვდება, რომ აი როგორი ძნელია რა, რომ შენ თავზე აიღო პასუხისმგებლობა. და ამით მე ქრისტეს მართლდება, აი ქრისტემ ღმერთმა ამ ჯვარცმაში აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე და რა ძნელია ამ პასუხისმგებლობის გატანა ბოლომდე. ეს თანამედროვე, ესე იგი, მე ვიტყოდი თანამედროვე აზროვნების ქრისტიანული აზროვნების წინვალე დემონსტრირება აი ეს ფილმი. მოგიწოდებთ რომ ნახოთ ეს ფილმი.